თუ რწმენა გვექნება, რა მოხდება ჩვენს გარშემო. მათ ეს სახარების მეცხრე თავის 27-ე მუხლის მეშვეობით ჩაუღრმავდეთ ღვთისნებას, რომლის გაცხადებაც მას დღეს ჩვენთვის სურს. ეს არის მეცხრე თავის 27-ე მუხლი. როცა იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ, შეგვიწყალეთ დავითის ძეო. სახლში შესულს მიადგნენ ბრმები და უთხრა მათ იესომ, გწამთ რომ მე შემიძლია ამის გაკეთება, უთხრეს მას, კი უფალო. მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა, თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ და აეხილათ მათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა, იცოდეთ, არავინ გაიგოს. მათ კი, როცა გავიდნენ, მთელი ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი. აქ ხედავთ, რომ ამ ორ ბრმას მხედველობა სწორედ რწმენის წყალობით დაუბრუნდა. ვის მიმართ რწმენა? მათ იესოს მიმართ ჰქონდათ რწმენა. როდესაც იესომ ჰკითხა მათ, გწამთ რომ მე შემიძლია ამის გაკეთება, მათ უპასუხეს, კი უფალო. შემდეგ კი უთხრა, თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ. ბიბლიის 66-ვე წიგნის ყოველი სიტყვა მადლითაა სავსე და ძვირფასია, როგორც ღვთის სიტყვა, მაგრამ ეს არის მონაკვეთი, რომელიც მუდამ ჩემს გულში ეჩაბეჭდილი. რადგან ღმერთმა თქვა, თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ. თუ რწმენა გვაქვს, განა ყველაფერი არ მოხდება. რწმენით გავრცელდა სახარება ჩრდილოეთ ამერიკაშიც, რომელიც სახარებისთვის უნაყოფო მიწა იყო. იგივე ითქმის სამხრეთ ამერიკაში სახარების გავრცელებაზეც. იგივე ეხება სახარებას ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ოკეანეთში. მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც სახარება არ იქადაგება. ღმერთი ამბობს, შენი რწმენისამებრ მოგეგოს. მაშ უნდა გქონდეს რწმენა, ღვთის სიტყვებისამებრ. თუ უნდა დავეჭვდეთ და არ ვენდოთ მას, მას შემდეგ რაც სახარების მთელი საქმე რწმენით აღვასრულეთ, რა შედეგი გვაქვს დღეს? ეკლესიებია ჩრდილოეთ ამერიკაში, ეკლესიებია სამხრეთ ამერიკაში, ეკლესიებია აფრიკაში, ეკლესიებია ევროპაში, ეკლესიებია ოკეანეთში და ეკლესიებია აზიაში. არსებობს მსოფლიოში ადგილი, სადაც ღვთის სიონი არ დაარსებულა. როდესაც პირველად დავიწყეთ ქადაგება, მსოფლიოში ერთი ეკლესიაც კი არ არსებობდა. თუმცა ღმერთმა გვითხრა, გქონოდა რწმენა, რომ სახარება იქადაგებოდა სამარიასა და დედამიწის კიდემდე. მე მწამს, რადგან ეს ღვთის სიტყვაა. საკუთარი ძალით რომ მიწევდეს ამის კეთება ვერ ვირწმუნებდი, მაგრამ რადგან ეს ღვთის სიტყვაა, მე მწამს. როდესაც ვიხსენებთ იმ საქმეებს, რომლებიც რწმენით დავიწყეთ, არ შეგვიძლია არ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ მხოლოდ თესლი დავთესეთ მთელ მსოფლიოში. ღმერთია ის, ვინც გაზარდა ყვავილად და კეთილნაყოფად აქცია იგი. ამიტომ, როდესაც სახარებას ვქადაგებთ, რა უნდა ვქნათ დაეჩვების, უნდობლობისა და ყოყმანის ნაცვლად. რადგან ღმერთმა გვითხრა, რომ ჩვენი რწმენისამებრ მოგვეგება, ნუ იღელვებთ. ყველაფერი, რაც იმ რწმენით დაიწყეთ, რომ აუცილებლად აღსრულდება, ყველგან აღსრულდება.